პოლიცია თავის შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი. ერთი მხრივ, მოდით პირველ რიგში, როცა ამბობთ, რომ პრობლემა აღონიზების ჩაშლა, მხოლოდ დაგმობა არის თუ არა საკმარისი, ამას იმიტომ ვეკითხებით, რომ პრეზიდენტმა დღეს ასეთ შეფასება მისცა ამ ყველაფერს, რომ ხელისუფლება ერთი ხელით ერთს ამბობს, მეორე ხელით კი სხვა რამეს აკეთებს. უпрост ხოლმე რა თქმა უნდა და ეს არაერთხელ მithქვამს ბოლო პერიოდში, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის არა მხოლოდ დაგმობა, არამედ რეაგირება და დასჯა მოძალადეების. ასე ბოლო პერიოდში რამდენიმე შემთხვევა იყო ძალადობის და იცით, ყველა შემთხვევაში გამოვლენილი იქნა მოძალადე და სავარაუდო მოძალადე და შესაბამისად მიდის ამასთან დაკავშირებით ძიებას და სასამართლოს. ამიტომ რა თქმა უნდა დაგმობა, მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს არ არის საკმარისი, ხელისუფლებამ დაგმობასთან ერთად უნდა უზრუნველყოს გამოვლენა და დასჯა. მეორე ნაწილი არის, რომელიც ეხება მათ, ვინც არ არიან ხელისუფლებაში, იქნება ეს ოპოზიცია, საერთაშორისო აქტორები, არასამთავრობო ორგანიზაციები. აი მათ კი რაც მოეთხოვებათ, ეს არის მინიმუმ დაგმობა მაინც. გასაგებია, რომ ბერკეტევის სახელისუფლება მათ არ აქვს დასჯის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის დაგმობა. და აქ სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ, რომ არის გარკვეული დიფერენციაცია ასე თქვა ძალადობების მიმართ და არსებობს მისაღები ძალადობა და მიუღებელი ძალადობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი მოძალადე უნდა დაისაჯოს. ჩვენ ნახეთ, მათ შორის აი ამ დღეებში ვხედავთ, რომ როდესაც არის ძალადობა, რომელსაც ისინი შინაარსობრივად ამართლებენ, მაშინ ამ ძალადობას არ გმობენ და მე დღეს თქვი კიდევაც, როდესაც საუბრობდი 7-8 მარტის მოვლენებზე, როდესაც პარლამენტს ეცხოვიდებდნენ და პარლამენტს ვინჩივის ცოცხალ ადამიანს პოლიციას წვავდნენ მოლოტოვის კოქტეილით. და მე რაღაც არ მახსოვს, არც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც ეს დაგმო, არც ზოგიერთი საერთაშორისო აქტორი, რომელმაც ეს დაგმო, არც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ეს აქტი დაგმეს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს ადამიანს პოლიციას და წვავდნენ. ამის თქმა მინდა მე რომ არ შეიძლება ასე, როდესაც დიფერენციაცია ხდება. ხელისუფლებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა, რომელიც უფრო მეტია ვიდრე სხვა აქტორების პასუხისმგებლობა, დაგმობა თავისთავად და ამას ემატება პლუს პასუხისმგებლობა დასჯის და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, მაგრამ ამის ფონზე, როდესაც ვხედავთ ჩვენ რომ არის წახალისება სხვა ძალადობების და არის რაღაც ჩემიანი მოძალადე და სხვისიანი მოძალადესავით ასე გამოდის, ხომ? აი ეს არის მიუღებელი და მათ შორის პრეზიდენტს რაც შეეხება, პრეზიდენტმა 7-8 მარტის აქციები რომ იყო, გახსოვთ მაშინ რომ მაშინ სტატუსიც კი მიუძღვნა, გახსოვთ ვიდეო მონაკვეთი იყო, როდესაც აქციის მონაწილეები ასე ვთქვათ, რაღაც მუსიკის ქვეშ ცეკვავდნენ რუსთაველის გამზირზე, მაშინ როცა სირენების ხმა იყო პოლიციის. და ესეც დაწერა პრეზიდენტმა, რომ სირენების ფონზე მოცეკვავე თინეიჯერები იყვნენ და ის სირენები სხვას კი არაფერს ნიშნავდა. ნიშნავდა, რომ კანონი ირღვეოდა და პოლიცია ცდილობდა წესრიგის აღდგენას და ეს არის ზუსტად მე მის თქმა მინდა რომ აი თქვენ ახლა დიფერენცირებაზე საუბრობთ და ეს პრეტენზია და წახალისებაზე საუბრობთ, ანუ რიგი სხვა დანაშაულებების მიმართ, მაგრამ ზუსტად ეს პრეტენზია აქვს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ ხელისუფლების მიმართ, შერჩევითი დამოკიდებულება დანაშაულზე, მათ შორის წახალისება, რაზეც პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ არაერთი განცხადება იყო იმის დასტური, რომ ეს დღევანდელი ქმედება წახალისებული იყო ხელისუფლების მხრიდან. სხვათა შორის ამერიკის საელჩოს განცხადებაში ერთ-ერთი ესეთი ხაზგასმული ფრაზაა, რომ მოუწოდებთ ხელისუფლებას პასუხისმგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია. თავისთავად, არა, გასაგებია ასეთი მოწოდებებიც და ეს კიდევაც არის ფუნქცია ამოცანა, მათ შორის სხვადასხვა წარმომადგენლობების თუ თქვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელიც ადგილზეა და რა თქმა უნდა ყურადღებას აქცევენ ადამიანის უფლებების მდგომარეობას და მე ამიტომაც ვთქვი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ დაგმობა. ეს ცოტაა ხელისუფლებისთვის. ხელისუფლებამ დაგმობასთან ერთად დამატებით უნდა უზრუნველყოს გამოვლენა და დასჯა დამნაშავეების. ამას აკეთებს კიდევაც. 7-8 მარტსაც ამას აკეთებდა, ამას ვამბობ მე. უბრალოდ არის სიტუაციები, როდესაც ზოგი აქტორი, ქართველიც და უცხოელი აქტორიც, იმის და მიხედვით, რა საკითხია, ვინ არიან მონაწილეები, რაღაც ძალადობებს გმობენ და რაღაც ძალადობებს ეძახიან აქტივიზმს. და ეს გქონდა ჩვენ კიდევ ერთხელ მოლოტოვის კოქტეილის დაუბრუნდები, რომელიც არ დაგმო, მინიმუმ რაც მოეთხოვება, არ დაგმო არც ერთმა ამ აქტორმა, არათუ არ დაგმეს. უცხოური დაფინანსებით მოქმედმა რამდენიმე პარტიამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ პლაკატები დაამზადეს, სადაც მოლოტოვის კოქტეილი იყო გამოსახული უკრაინის ფერებში, არ ვიცი რა კავშირი აქვს უკრაინას მოლოტოვის კოქტეილთან და თავარი სლოგანით რომ მე ვესროლეო. ანუ ამოდრა მე რომ ყოფილიყავ იმ ადგილასო, მეც მოვკიდებდი იმ მოლოტოვის კოქტეილის ხელს, წავუკიდებდი ცეცხლს და ვესროდი იმ პოლიციასო. და ამას ტაშს უკრავდნენ. ერთ-ერთი ევროპარლამენტარი ამ აქციაში მონაწილეობას იღებდა. ანუ მე რისი თქმა მინდა დღევანდელ ძალადობას რაც შეეხება,
ეს თავისთავად ცხადია. რომ აი ესეთი აღქმა არ დარჩეს, რაზეც ამერიკის საელჩო საუბრობს. ყველა დაიჯება თუ არა ვინც პასუხისმგებელი იყო თავისთავად. ეს არის თავარი საკითხი, რაზეც ხშირად უჩნდებათ ხოლმე პრეტენზია ასეთი აქციების დროს ადამიანების. კიდევ ერთხელ თავისთავად ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, ყველა დამნაშავე გამოავლინოს, დასაჯოს. უბრალოდ მე მინდა ცოტა კიდე შორიდან შევხედოთ, ვინაიდან ამას არ შევხედოთ როგორც ერთეულ ინციდენტს, არამედ ამას შევხედოთ როგორც ერთ-ერთ გამოწვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, რადიკალიზმი როგორც გამოწვევა. აი სწორედ ამას ვსაუბრობთ ჩვენ. იმას, რასაც ცდილობენ დაარქვან პოლარიზაცია, სიმამლეში ეს კი არ არის პრობლემა. პოლარიზაცია შეხედეთ საფრანგეთში როგორი არის და აგერ ჰოლანდიის მთავრობა გადადგა ახლა. რადიკალიზაცია ჩვენთან პრობლემა, როცა ხდება ექსტრემისტული ჯგუფების ასე ვთქვათ, ურთიერთდაპირისპირებები. და არის ერთ მხარეს ერთი რადიკალური ჯგუფი, მეორე მხარეს მეორე რადიკალური ჯგუფი, თუმცა ზოგიერთი აქტორი უყურებს, რომ ეს არის ვიღაცა არის მისიანი რადიკალი და ვიღაცა მისიანი რადიკალი არ არის თითქოს და ასე უყურებენ ამ სიტუაციას და კიდევ ერთხელ მე არაერთხელ მithქვამს რომ რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ძალადობა წარმოშობს ძალადობას და ეს არის მთავარი საზოგადოებამ გავაცნობიეროთ და ეს საზოგადოების ამოცანა არის გავაცნობიეროთ რომ ეს ყველაფერი არ მოდის ჰაერიდან, ეს ყველაფერი წახალისებულია ჩვენივე ყველა ჩვენი ვინც ვართ ამ საზოგადოებაში ჩართული მეტნაკლებად აქტორები მოქმედი ჩვენი მხრიდან აგრესიის რიტორიკიდან დაწყებული სხვა მხრივ გამოხატვა. აი, წახალისებაზე რადგან ვსაუბრობთ, კიდევ ერთი საკითხია. ბოლო დროს რამდენიმე ფაქტი, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ მოხდა თავდასხმა, ადამიანების მიმართ, რომლებსაც მაგალითად არ მოსწონთ ხელისუფლება. ვიცით რამდენიმე ფაქტის შესახებ. როდესაც ამაზე კეთდება კომენტარები, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ ძალადობა არის ცუდი, მაგრამ ამ ისტორიას აქვს პრეისტორია, რომელმაც შეიძლება ეს ძალადობა გამოიწვია. კონკრეტულად არის საუბარი ხოლმე ნაციონალური მოძრაობის მძიმე მემკვიდრეობაზე, რომელზედაც აქვს რეაგირება საზოგადოების რაღაც ნაწილს. არის საუბარი, რომ ეს ადამიანები შეურაცხყოფელ განცხადებებს აკეთებენ და ამით ვიღაცის გრძნობებს შეურაცხყოფენ. ესეთი ანუ განცხადება, რომ ძალადობა მიუღებელია, მაგრამ აი ეს მაგრამ ითვლება სწორედ წახალისებად. რატომ არ შეიძლება ეს შეერთოს? ხელისუფლების იმიტომ ამბობს ამას ხელისუფლება, რომ როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, არის რომ კი შეიძლება გამოვლინდეს დაისაჯოს, როცა ძალადობის აქტი ხდება, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტს. პრობლემა სხვაგან არის და ამაზე ვსაუბრობ ზუსტად ახლა, როცა ხდება რადიკალური ჯგუფების წახალისება. მათ შორის ხომ ნახეთ, ანუ არის მაგალითად გირჩის ასე ვთქვათ, გარკვეული ღონისძიებები, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, სადაც პირდაპირ მიდის საუბარი რაღაც სისხლიან რევოლუციებზე, მიდის იარაღის დაშლა, აწყობა და ასე შემდეგ. დროა, სირცხვილია, უცხოეთიდან დაფინანსებული სხვა ორგანიზაციები, შიგნიდან დაფინანსებული იქნება თუ ასე შემდეგ. და დღესაც მათ შორის აი დღევანდელ ასე ვთქვათ, ამ ძალადობის აქტებს ვთქვათ და რა ვნახეთ ახლა. პოლიციამ იქ როგორც ჩანს, მანამდე ჰქონდათ ორგანიზატორებთან გარკვეული პერიოდი მუშაობა, როგორ დაგეგმილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ თქვა სამინისტრო კიდე ექნება შესაძლებლობა, რომ უფრო განმარტოს, როგორ განვითარდა მთლიანი დღე, რომ იყო დიდი რაოდენობით კონტრაქციის მონაწილე ადამიანები, ანუ ძალიან დიდი რაოდენობა იყო, შეიქმნა საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას, უკვე ამ ორგანიზაციების მონაწილეების და პოლიციამ რაც გააკეთა ის რომ პრიორიტეტების სწორედ განსაზღვრა. პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა და მან რაც გააკეთა ის რომ არც ერთი ადამიანი არ დაზიანებულა. და ნაცვლად იმისა რომ ამისთვის მადლობა გადაეხადა პოლიციელებისთვის, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ნახეთ კადრები მათ შორის, იცავდნენ სხვის ჯანმრთელობას და არავინ არ დაზიანებულა, წავიდა პირდაპირ ტალღა ზიზღის გაღვივების პოლიციის წინააღმდეგ და სამწუხაროდ ზოგიერთი მათ შორის ერთი ელჩის განცხადებაც ვნახე, რომელსაც პოლიციამ ვერ შეასრულა თავისი ამ რას ქვია ვერ შეასრულა. ადამიანების ჯანმრთელობა გადაარჩინა ჩვენმა პოლიციამ და ასეთი თავდასხმები ქართულ პოლიციაზე, რომელიც იქნებოდა ეს დღევანდელი ძალადობის აქტი, თუ იყო 7 მარტის ძალადობის აქტი, ყველა ეს ძალადობის აქტი საბოლოო ჯამში გადადის პოლიციელების ჯანმრთელობაზე, მათ შორის და მათ შეძლებაზე, რომ შეძლონ რაიმენაირად აღუდგენ მოძალადეებს. თქვენ და პრეზიდენტი, რამდენჯერმე ვახსენე პრეზიდენტის განცხადება დღევანდელი მოვლენების შეფასებების დროს. არის ესე ვთქვათ, პრეზიდენტის პასუხით თქვენგან ესე პირდაპირ არ მომისმენია პრეზიდენტის საპასუხოდ გაკეთებული პასუხი, ესე რომ ვთქვათ, კი ახსენეთ პრეზიდენტი, მაგრამ მაინც მორატორიუმია გამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის κρიტიკაზე. ამ მორატორიუმში შედის დღევანდელი განცხადების პასუხით თუ რა ეტაპზეა თქვენ და პრეზიდენტის ურთიერთობაზე? ანუ ხარ ვიტყვი რომ ერთის ხმეთ თქვი კიდევაც რომ ის დამოკიდებულება სამწუხაროდ აი პრეზიდენტის ასეთი განცხადებაც ახალისებს რომ შემდეგ
უცხო ქვეყნის ელჩი თავს უფლებას აძლევს, რომ თქვას, რომ პოლიცია ვერ ასრულებს თავის ამოცანებს. ამიტომ ეს არის, როცა უყურებს სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიციაზე ასე საუბრობს და ასეთ პრეტენზიებით საუბრობს, მე სხვასაც ეძლევა შესაძლებლობა და არის გარკვეული წახალისება, რომ ჩვენ პოლიციაზე უცხოელი ქვეყნის ელჩმა ასეთი რაღაცა თქვას. აბსოლუტურად მიუღებელია კიდევ ერთხელ დღეს ჩვენმა პოლიციამ მართალია ვერ შეძლო ამ ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფა, მაგრამ მიიღო სწორი პრიორიტეტების სწორი დასახა და თავარზე იზრუნა, როდესაც ნახა თუ რასთან ქონდა საქმე, რაოდენობიდან გამომდინარე იზრუნა თავარზე ადამიანის ჯანმრთელობაზე და ეს ჯანმრთელობას არავის ერთი ნაკაწრიც არ გაჩენია. და მე სამწუხაროდ ზოგიერთი ამ აქტორების განცხადებებს რო ვისმენ, ისეთი დაბეჭდილება მრჩება, თითქოს პოლიციას უნდა ნებისმიერ ფასად უნდა გაეკეთებინა იმის უზრუნველყოფა, რომ ღონისძიება ჩატარებული იყო და კიდევ ერთხელ პოლიციას პრიორიტეტებს ასე ვთქვათ ალაგებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და კანონმდებლობის მიხედვით ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და მისი ასე ვთქვათ ხელშეუხებლობა არის უფრო მაღალი პრიორიტეტი ვიდრე ღონისძიების ჩატარება და ეს თავად რა თქმა უნდა თავისთავად მაგრამ ეს ღირდა ხა თავად ამ ღონისძიების მონაწილეებისთვის რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე შექმნა და პოლიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მე ხა ამას რა თქვა ცოტა გარედან უკეთებ რა თქმა უნდა ანალიზს და ამაზე შინაგანსაკუთრების სამინისტროს თავად ექნება შესაძლებლობა რომ თქვას როგორ ვითარდებოდა სად რა მოხდა და რატო იქნა ისათვის გადაწყვეტილება მიღებული თავარი არის ერთი რომ სხვათა შორის და ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს რომ როდესაც დაიწყო თქვათ ეს ძალადობის აქტები ყველამ თქვა იქ რომ პოლიცია იყო საკმაო რაოდენობით ერთი მეორე და შესაბამისად ზრუნავდა უსაფრთხოებაზე ყველამ თქვა და დაინახა კიდევაც ჟურნალისტებზე როგორ ზრუნავდა პოლიცია თითო ჟურნალისტ მიმაგრებული ყავდა რამდენიმე პოლიციელი იმისთვის რომ მათ არ შექმნოდათ საფრთხე და თუ კი სადმე რამე აგრესია იყო გამოვლენილი იქვე ჰქონდათ რეაქცია პოლიცია მოქმედებდა უმაღლესი ინტერესიდან გამომდინარე რასაც ქვია ადამიანის ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა იმ იქიდან გამომდინარე რომ ღონისძიებაც უნდა ჩატარებულიყო მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი 7-8 მარტს მანამდე 20 ივნისს საქართველოს პარლამენტი რომელიც გახლავთ სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც არის სპეციალური დაცვის ქვეშ. ამ პარლამენტის თუ კი სადმე პასუხისმგებლობა არის დაცვის პოლიციის მხრიდან იქნება თუ სხვა უწყებების მხრიდან არის მათ შორის რა თქმა უნდა სამთავრობო უწყებების დაცვა, მაგრამ ვერ უზრუნველყო ხო, მაგალითად 7 მარტს პარლამენტის შენობას ლამის ცეცხლი წაუკიდეს და თანამშრომლების ევაკუაცია მოგვიწია და მათ შორის ჟურნალისტების ევაკუაცია მოგვიწია პარლამენტის შენობიდან. ამიტომ არის რა თქმა უნდა ექსცესები, როდესაც ხდება, ამ დროს თავარია პოლიციამ თავარ პრიორიტეტებზე იზრუნოს, ეს არის ადამიანის ჯანმრთელობა. და დღეს არავის როგორც ვიცი ყოველ შემთხვევაში ნაკაწრიც კი არ ქონია დღევანდელი დღიდან. ევროპულ სტატუსთან დაკავშირებით იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ უნდა მიიღოს 27-მა სახელმწიფომ. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ევროგაფართოების სკეპტიკოს ქვეყნებს შორის აქამდე ცნობილი იყო, არ იყო არავისთვის უცხო, ეს იყო საფრანგეთი და გერმანია, მაგრამ ბოლოდროინდელი მათი განცხადებები, ამ ქვეყნების ლიდერების განცხადებების, ცოტა სხვა ოპტიმისტურ განწყობებს ქმნის. აი, თუნდაც ის ფრაზა რა დღის, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ხო? მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ დანამდვილებით მაინც არ გვაქვს პასუხი დეკემბერში გვექნება თუ არა საერთო თანხმობა. ხელისუფლების პროგნოზიც ესეთია 50-50-ზე ხშირად მოგვისმენია განცხადებები ამის შესახებ. თუ შეცვლილია გერმანიის და საფრანგეთის ესეთი სკეპტიკური განწყობები, მაშინ ირჩება ევროსკეპტიკოსად ჩვენი ევროპული სტატუსის. ხო, ზოგადად რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ერთი რამე უკვე დასკვნის სახით გვაქვს ვიცით და ერთ რამეზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის არ მიჭირებასთან დაკავშირებით იყო უსამართლო და დაუსაბუთებელი. მაგრამ იყო პოლიტიკური. და ეს რა თქმა უნდა აბსოლუტური თავისუფლება აქვს ევროკავშირს, რომ საკუთარი პოლიტიკური თუ ამა თუ იმ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ნუ გვეტყვის ჩვენ, რომ რაიმე კრიტერიუმს იმ მომენტში არ ვაკმაყოფილებდით და რაიმე წინაპირობას არ ვაკმაყოფილებდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და მოგვიანებით ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით. სამივე ქვეყანას უსწრებთ ყველა პარამეტრებით. ამიტომ ნუ გვეტყვის ჩვენ და ქართულ საზოგადოებას ნუ შეაყრის თვალში ნაცარს, რომ თითქოს ჩვენ უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით რომელიმე კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდით. ეს ერთი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ასე ვთქვათ ბუნდოვანება იმის წინასწარ განსაჭრელად თუ როგორი იქნება გადაწყვეტილება წლის ბოლოს. ვინაიდან ერთი გამოცდილება გვაქვს
რომ მიუხედავად იმისა, რომ წინ ვიყავით სამივე ქვეყანაზე, დავიჩაგრეთ და აღმოჩნდით ბოლოს, ასე რომ არ არის გამორიცხული დეკემბრის გადაწყვეტილებაც ასეთი იყოს. რაც შეეხება სკეპტიკოსებს ამა თუ იმ ქვეყნებს. გერმანია თქვენ სწორედ ახსენეთ და მათ შორის საფრანგეთი. ხედავთ თქვენ გერმანიასთან ძალიან ინტენსიურად გვაქვს ორმხრივი ვიზიტები. ორშაბათს, სამშაბათს გვეწევა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი, გერმანიის პარლამენტის თავმჯდომარე ანუ ვიზიტით. იცით რომ მეც გახდით შარშან გერმანიაში, ასევე საფრანგეთში გახდით სულ ახლახან ვიზიტით. პრემიერ-მინისტრს აქვს მუდმივად ასეთი სახის ვიზიტები და სულ ახლახან ბერლინში გახლავთ, ამიტომ ეს ჩვენ გვაძლევს იმედს და ვიცით რომ გერმანია და საფრანგეთი ამხრივ ჭიდრო კონტაქტში არიან მათ შორის ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს დიდი მათი მხარდაჭერის და ბევრი ქვეყნის, სადაც გქონდა ჩვენ ვიზიტები. არის ზოგიერთი დამოკიდებულებებს ხედავთ მათ შორის გარკვეულ დამოკიდებულებებს, რომელიც არის რაღაც შიდა პოლიტიკასთან მიბმული და ხედავთ ნაციონალურ მოძრაობის მცდელობას, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტნიორები სხვა ქვეყნებში გამოიყენოს საქართველოს საზიანოდ. სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია კონკრეტული ქვეყნის, ასე ვთქვათ, არა, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას არ შეუძლია, მაგრამ თუ კი არის მცდელობა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიზეზი არ არსებობს არაფერი სტატუსის არ მოცემისა, მოიგონონ საბაბი, ამ საბაბის შექმნაში ნაციონალურ მოძრაობა ყოველთვის კარგად ეხმარება თავის პარტნიორებს. ანუ სკეპტიკოს ქვეყნებში ჩვენ ახლა საფრანგეთს და გერმანიას ესე ცალსახად ვერ ვარაუდობთ, მაგრამ არის რიგი ქვეყნები, რომლებსაც აქვს სკეპტიკური დამოკიდებულება მხოლოდ არა 12 პუნქტთან დაკავშირებით. ანუ თუ გავაგრძელებთ ამ თემას, 12 პუნქტი შეიძლება ვთქვათ, რომ 12 პუნქტის შესრულება არ არის მთავარი გასაღები ჩვენი სტატუსის. ხომ არ არის ეს მაგალითად იმ პოლიტიკის შეფასება, რომელსაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება, იგივე თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, რომლის მიმართაც ესე ვთქვათ, აღფრთოვანება არის ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. მაშინ, როდესაც დასავლეთი ყოველდღიურად თითქმის სანქციების პაკეტს აფართოებს რუსეთის წინააღმდეგ. ეს ხო არ არის გამოსაზღვრელი? უბრალოდ ყოველთვის რაც შეეხება რეკომენდაციებს, თუ კი ვინმე შეიძლება სკრუპულოზურად შეხედოს რეკომენდაციებს, არიან სწორედ გერმანია, საფრანგეთი და მსგავსი ძველი ევროპის ქვეყნები. ამიტომ რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს უყურებს 12 რეკომენდაციას, ისინი უყურებენ. რახან ისინი უფრო ხარდამჭერები არიან ჩვენი, ესე იგი სხვამ შეიძლება ეს უფრო მოიგონოს საბაბად, ვიდრე ეს იქნება გერმანია და საფრანგეთი. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულებას. სინამდვილეში ისაც ჩვენ ხედავთ, მათ შორის ქართული მედიით თითქოს უცხოეთის პოზიციებს, სულაც არ არის ეს უცხოეთის პოზიციები. ჩვენ ხედავთ რამდენიმე ევროპარლამენტარს, რომელიც ყოველ მეორე დღე ქართული პოლიტიკის კომენტატორად გვევლინება და ყველაფერზე უნდა საკუთარი კომპეტენტური აზრის გამოთქმა და მათი შეფასებებს ვისმენთ ძირითადად, რომელიც არის თავდასხმა საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგრამ საქმეც იმაშია, რაც შეეხება ასე ვთქვათ ორიგინალურ მთავარ პოლიტიკას, რომელიც ევროპაში სხვადასხვა დედაქალაქებში არის და ჩვენ გვაქვს ვიზიტები მეც პირადად და პარლამენტის შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებს და ასევე მთავრობას პრემიერ-მინისტრს აქვს ვიზიტები. ამ ვიზიტებში ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ რა არის ევროპის პოლიტიკა და რამდენად ესმით თუ არ ესმით ჩვენი პოლიტიკის. და მინდა გითხრათ, რომ ესმით ყველაფერი. აბსოლუტურად ყველაფერი ესმის ჩვენი დამოკიდებულებაც არის. მინდა ჩვენ ხო სინამდვილეში რუსეთთან დაკავშირებით არც ახალს ხომ არ ვაკეთებთ, ხო? ჩვენ თქვით სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ პრეზიდენტმა დათმობის პოლიტიკა უწოდა. დაავიწყდა, მე მგონი ჩვენ ბოლო 10 წელი რა პოლიტიკას ვატარებთ და ეს პოლიტიკა რომ ჩვენი შემუშავებული კი არის, ეს არის სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციით, რჩევით და ხანდახან მოთხოვნითაც გატარებული პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შევდივართ ესკალაციაში. ხო, მაგრამ უკრაინის ომმა შეცვალა თითქოს გარკვეულწილად, ხო? უკრაინის საქმეც ამაში არის და საქმეც ამაში არის. უკრაინის ომმა ბევრი რამე შეცვალა ევროკავშირის წევრი ქვეყნებში. ჩვენთვის საერთოდ არაფერი არ შეცვალა. ჩვენთვის რუსეთთან დამოკიდებულების მხრივ არაფერი არ შეცვალა. როგორც იყო ოკუპანტი რუსეთი, ისე არის ოკუპანტი რუსეთი, როგორც ქონდა რისკები რუსეთისგან, ისევე გვაქვს რისკები უსაფრთხოების რუსეთისგან, თუ არა უფრო მეტი უსაფრთხოების რისკები რუსეთისგან. ამიტომ სინამდვილეში ჩვენი ხრიდან რუსეთის აღქმაში არაფერი არ შეცვლილა. ეს აღქმები შეეცვალა ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას და ეხლა ისინი ხედავენ უფრო კარგად შეიძლება რა საფრთხეს წარმოადგენს რუსეთს და მათთვის შეიცვალა 24 თებერვლის შემდეგ შარშანდელი 24 თებერვლში რაღაც, მაგრამ ჩვენთვის იმის გაგებაში თუ რა პოლიტიკას აწარმოებს რუსეთი თავის მეზობელ ქვეყნების მიმართ, არაფერი არ შეცვლილა. ამიტომ თუ კი ის პოლიტიკა მაშინ იყო სწორი და გათვლილი და გააზრებული,
არაფერი არ შეცვლა ამ პოლიტიკაში და რა თქმა უნდა აქ ამ პოლიტიკას რომ მივყვებით სწორედ საბოლოო ჯამში დაფასდა კიდევაც სხვათა შორის ერთ-ერთმა უცხოელმა მაღალი რანგის პოლიტიკოსმა მათ შორის გითხრა როცა საუბარი ქონდა სანქციებთან დაკავშირებით და ფრენების საკითხი იყო ახალი მაშინ ახსენი სიტუაცია რაც იყო რომ მათ შორის ერთადერთი შესაძლებლობა ამ ფრენების არ დაშვებისა არის დასანქცირება, ანუ საპასუხო დასანქცირება ახლა რუსეთის და ჩაკეტვა საჰაერო გზის და სწორედ გამომდინარე პირველი არგუმენტისგან რომ არ ვასანქცირებთ რუსეთს, ვინაიდან არ შევდივართ ეს არ ჩვენ თვითონ არ ვწევთ ესკალაციას, ამიტომ არ ვასანქცირებთ და არ შემოგვაქვს ზოგადად ორმხრივი სანქციები. მან მიპასუხა რომ არა, არც არავინ ითხოვს ორმხრივ სანქციებს, თავდაპირველად ამას ვითხოვდით, ვამბობდით, მაგრამ ეხლა არავინ არ ითხოვს. ეხლა იქ მე არაფერი არ მითქვამს რომ დიახ, იმიტომ თავდაპირველად იყო მოლოდინი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ შეიძლება რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ 24 თებერვალი დასავლეთში ბევრისთვის იყო შოკი და მართლა შეიცვალა ერთ დღეში აღქმა გეოპოლიტიკისა ზოგ ქვეყანაში და თავდაპირველად შეიძლება ეს რეაქციები იყო და ჩვენ ამას გვძნობდით, ვიცოდით და გვეუბნებოდნენ და მართალია ამბობენ ზოგიერთი კომენტატორი ამბობს რომ არავინ არ ითხოვდა ჩვენგან ორმხრივი სანქციების დაწესებას, მაგრამ ძალიან კარგადაც ითხოვდნენ ორმხრივი სანქციების დაწესებას, მაგრამ და სწორედ იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება და უპირველეს ყოვლისა მთავრობა და პრემიერ-მინისტრმა მაშინ დაიკავა საკმაოდ მკაფიო პოზიცია. არაფერი ახალია სინამდვილეში არაფერი არ თქმულა. ის იყო ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ბოლო 10 წელია უბრალოდ ბოლო 15 წელია 2008 წლის შემდეგ ვეწევით და ამ პოლიტიკას რომ ვაგრძელებდით და თავდაპირველად იყო შემდეგ ყველა მიხვდა რომ უკეთესი არის იყოს სტაბილური გარემო საქართველოში და არ იყოს დამატებითი პრობლემა, ვიდრე საქართველოს დაიწყო სახლა. არ დააკონკრეტებთ, მაგრამ ის მაღალჩინოსანი იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვინც თავიდან ითხოვდა და შემდეგ აღარ? არა, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ჰქონდათ ასეთი აზრები, მე პირადად ამ მქონია ამაზე ადრე საუბარი, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მოლოდინები თავდაპირველად ზოგიერთთან იყო, მაგრამ არა, ეს არაფერი დასამალი არ არის, იყო საუბრები მათ შორის ჩემთანაც და არა მხოლოდ ჩემთანაც, რომ დაწესებული ყოფილიყო ორმხრივი სანქციები. მე კი ბევრი უარყოფს ამას, მაგრამ იყო ამაზე საუბრები და რომ განვიხილოთ ესა თუ ის, მაგრამ და სწორედ ეს არის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რა თქმა უნდა ამას მიუდგა, არა იმიტომ რომ რაღაც ახალი პოლიტიკა გამოიგონეთ. ჩვენ ვაგრძელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ბოლო 15 წელი. ცოტა დაგვრჩა და მე ორ საკითხს აუცილებლად შევეხო, ეს არის მიხეილ სააკაშვილის თემა და უკრაინასთან ურთიერთობის თემა. პრინციპში ეს ბოლო დროს გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, მაინც ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ჩვენ ძალიან გვჭირდება ახლა სტრატეგიული მეგობრები ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო ესეა. აი ბოლოს გაკეთებული განცხადება სააკაშვილთან დაკავშირებით. მინდა ამ ჭრილში დავსვა ეს კითხვა. თუ დაუშვათ ჰიპოთეტურად ასეთი შესაძლებლობა. დაისვა საკითხი ექსტრადირების თაობაზე. მართალია მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ექსტრადირების თაობაზე უკრაინამ საქართველოს მიმართა, მაგრამ როგორც იუსტიციის მინისტრმა განგვიცხადა, ეს არ არის. ეს საკითხი ღირს თუ არა განხილვა, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ ჩვენსა და უკრაინას შორის სრული ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს. არა, რა თქმა უნდა, იმიტომ მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული ქართული ხალხის წინაშე, მაშინ როდესაც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მოქალაქე, დღეს ის არ არის არც პრეზიდენტი და არც მოქალაქე და არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ მაგ დროს ჩაიდინა ეს დანაშაული და თუ კი უკრაინის ხელისუფლება ქართულ ხალხს განიხილავს თავის მეგობრად, რა თქმა უნდა, მან ან უნდა აკადროს ქართულ ხალხს, არც კი უნდა აკადროს ის, რომ ქართულ ხალხს უთხრას რომ ადამიანი, რომელმაც თქვენთან შექმნა თქვენი წამების სისტემა, რომელმაც 300,000 ადამიანი გაატარა ციხეებში, რომელმაც ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა, ასე ვთქვათ, არადემოკრატიული ყოფილიყო, დაგაწიათ თავს, აი ეს ადამიანი, იმიტომ რომ მე მაქვს ამისი კაპრეზი, იმიტომ სინამდვილეში საფუძველი ამისი არ არსებობს არანაირი და სტრასბურგის სასამართლომ თქვა კიდევაც, გადმომეცდ მე იმისთვის რომ შემდეგ გავათავისუფლო ასე შემდეგ. სინამდვილეში საქმე რაში არის, რომ სინამდვილეში საქართველოს ხელისუფლება პირნათელი არის უკრაინის ხალხის წინაშე და უკრაინის ხელისუფლების წინაშეც მათ შორის. და პირნათელი არის არა მხოლოდ ახლა ომის დროს, არამედ უკვე დიდი ხანია პირნათელია. ხოლო უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართული ხალხის წინაშე. არ არის პირნათელი იმ მომენტიდან, როდესაც შეიფარა მიხეილ სააკაშვილი, ძებნილი დამნაშავე. შემდეგ დადასტურებული დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი ხან ერთ თანამდებობაზე დანიშნა, ხან მეორე თანამდებობაზე და თუ არ ვცდები, დღემდე თანამდებობა აქვს უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად. არ იყო პირნათელი, როდესაც ზურაბ ადეიშვილს ნიშნავდა გენერალურ პროკურორის მრჩევლად და
ახლა დეპარტამენტის უფროსია თუ არ ვცდები, არ იყო პირნათელი, როდესაც გია ლორქიფანიძეს ადამიანს, რომელმაც შემოაპარა ეს სააკაშვილი იმისთვის, რომ ქართული ხალხისთვის ცხოვრება აერია მიხეილ სააკაშვილს. აქ მერე ყოფილიყო არეულობა და ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ავტომატი გაისროდა და ვის რა დაემართებოდა, კაციშვილმა არის აი ეს ამაზე გაწირეს ქართული ხალხი და ის ადამიანი ამის შემდეგ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ, უკრაინის კონდრაზოვის უფროსის მოადგილედ. ამას რო უკეთებს ქართულ ხალხს, არ მგონია რომ იქ მეგობრობის ნიშნებს აჩვენებს ქართულ ხალხს. ამიტომ ამას ვამბობ, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია არ არის პირნათელი ქართული ხალხის წინაშე. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ უკრაინას ვეხმარებით არა იმიტომ, რომ უკრაინის ხელისუფლება სწორედ იქცევა თუ არასწორად. ჩვენ უკრაინის ხალხს ვეხმარებით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან. ჩვენ შევიფარეთ უკრაინელი ტოლვილები, ჩვენ მათ ვეპყრობით როგორც ქართულ დევნილებს. მათ აქვს თვეში იგივე დახმარება, რაც აქვს ქართულ დევნილებს, ყოველ წევრზე აქვს ასევე დახმარება სკოლებში, უკრაინული, რომელ ქვეყანაში გახსნეს უკრაინული სკოლა, 2000-მდე ბავშვი არის და მათ შორის მასწავლებლები არის და კიდევ ერთხელ, მაშინ როდესაც ამერიკის, გერმანიის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ელჩებმა დატოვეს კიევი და დაუშვეს თავის ქვეყნების დროშები, ქართული დროშა ფრიალებდა კიევში და საქართველოს ელჩი იჯდა კიევში და ნაცვლად მადლობისა ქართველი ელჩი გამოაძევა უკრაინის ხელისუფლებამ. ეს არის რა თქმა უნდა მეგობრობა ქართული ხალხის მიმართ. ძალიან მოკლედ, იმიტომ რომ ჩვენ დროს ამოიწურა საერთოდ პროგნოზი საერთოდ უმადური საქმეა, მაგრამ მაინც როგორი პროგნოზი გაქვს შემოდგმასთან დაკავშირებით? პოზიტიური? მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ანუ ერთის მხრივ, რაც შეეხება, ასე ვთქვათ, სუფთა შეფასების მხრივ, ყველანაირად მიზეზი არაფერი არ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირიც დაფიქრდება და მიხვდება, რომ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი არის, რომ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ხელი არ კრას და უსამართლობა არ აჩვენებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა პარლამენტის თავმჯდომარე იყო ჩვენი გაცემის სტუმარი, რეკლამა და რეკლამის შემდეგ სხვა თემები დაგიბრუნდებით დაგვალავთ. ზელენსკის ულტიმატუმის შესრულება